პირამიდები აღმოჩენილია დედამიწის ყველა კონტინენტზე, ავსტრალიის და ანტარქტიდის გარდა. მათი ასაკი განლაგების მერიდიანული ხაზები და სტრუქტურული აგებულება გვაფიქრებინებს, რომ აგების პროცესში საერთო კულტურის გავლენაა, მაგრამ ძალზე საეჭვოა იმ დროში, როცა არ არსებობდა შორ დისტანციაზე გადაადგილების ტექნიკური საშუალებები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ან ფართო მასებისათვის ეს არ არის ცნობილი. ვინმეს ჰქონოდა სხვა ანალოგიურ კულტურასთან ზიარების და გადმოტანის საშუალება. შედება პასუხგაუცემელი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეგვიპტის პირამიდები უკვე ყველა ბრუნვაშია გადამღერებული და არაერთი მტყუარ მართლის გარჩევა მათი საიდუმლოებებიდან გამომდინარე. დღემდე გრძელდება. ამ ეპიზოდში ნაკლებად ვისაუბრებ ეგვიპტის პირამიდებზე და აქცენტს სხვა იდუმალ ნაგებობებზე გავაკეთებ, მაგალითად ჩინურ, სამხრეთ ამერიკულ და ევროპულ პირამიდებზე. რატომ ალავს ჩინეთი ასე გულმოდგინედ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ სიანის მახლობლად არსებული უძველესი პირამიდების ველის შესახებ? რატომ არ უშვებს ჩინეთის მთავრობა პირამიდების შესასწავლად ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს? რატომ დაიშვება მნახველები მხოლოდ რამდენიმე პირამიდაზე? საიდუმლოებით მოცული ისტორია ჩინეთის თეთრი პირამიდის შესახებ დასავლეთისათვის ცნობილი გახდა 1940-იან წლებში პილოტ ჯეიმს ჰაუსმანისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქ სიანის შორი ახლოს იხილა უზარმაზარი თეთრი ფერის პირამიდული ნაგებობა. ეს მოხდა 1945 წელს. თითქოს მან თვითმფრინავიდან გარკვევით დაათვალიერა პირამიდის წვერიც კი, რომელიც ძვირფასი ქვისგან იყო და ძალიან კაშკაშებდა. პილოტის სიტყვებით, ეს პირამიდა იმდენად დიდი იყო, რომ მსოფლიოში უდიდეს პირამიდად შეიძლება ჩაითვალოს. ამის გარდა, იმავე ველზე კიდევ ათეულობით სხვა მომცრო ზომის პირამიდაც ნახა. რა წერდა ის? მე შემოვუფრინე მთას და აღმოვჩნდით ველზე. პირდაპირ ჩვენს ქვემოთ გამოჩნდა თეთრი პირამიდა. ზღაპრუს გავდა. პირამიდის გარშემო თეთრი ნათებაც იმციმებდა. ის მთლიანად თეთრი იყო. ყველაზე საინტერესო მისი ზედაქვა იყო. ძვირფასი მასალის დიდი ნატეხი, რომელიც ძალიან ჰგავდა ძვირფას ქვას. გაუცებული დარჩი მისი კოლოსალური ზომებით. მას ჩემი კამერით ფოტოს გადაბუღე. 1947 წლის 28 მარტს გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნდა პოლკოვნიკ მორის შიჰანის, აგრეთვე კომპანია Trans World Airlines-ის დირექტორის მონაყოლი, რომლის მიხედვითაც ჩინეთში მან ნახა გიგანტური პირამიდა. 2 დღის შემდეგ კი 1947 წლის 30 მარტს გაზეთ New York Sunday News-მა გამოქვეყნა ხსენებული პირამიდის შავ-თეთრი ფოტო, ბრტყელი, წაკვეთილი წვეროთი, აცტეკების პირამიდის მსგავსი. ჟურნალისტების თქმით, ეს ფოტო გადაღებული იყო ჰაუსმანის მიერ ჩინეთის თავზე გადაფრენის დროს. თუმცა ხსენებული შავ-თეთრი ფოტო, რომელიც თითქოს ჰაუსმანის გადაღებულია, მაინც და მაინც არ ემთხვევა ამ მონათხრობის მონაცემებს და ამან პუბლიკის ცოტაოდენი იმედგაცრუება გამოიწვია. არის ეჭვი, რომ ამ სურათს არავითარი კავშირი არ აქვს თეთრ პირამიდასთან და მასზე სიანის ველის სრულიად სხვა პირამიდაა აღბეჭდილი. შემდგომ მოულოდნელად ჰაუსმანის მთელი ისტორია და ფოტო გაასაიდუმლოეს. არც ერთი გაზეთი, არც ერთი ჟურნალი აღარ აქვეყნებდა არავითარ ცნობას მის შესახებ 45 წლის მანძილზე. ითვლება, რომ ეს ისტორია შეგნებულად მკაცრად დაასაფლავეს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საიდუმლო სამსახურების არქივებში. ზოგიერთი თვლის პრობლემა იმაშია, რომ პირამიდები უბრალოდ ძნელად მისადგომ ადგილებშია განლაგებული და იქამდე რომ მიაღწიო მაღალი მთებისა და ღრმა ხეობების გადალახვაა საჭირო. ჩინეთის პირამიდებზე მეტნაკლებად დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუ არა შეუძლებელს. თეთრი პირამიდის სიმაღლე 300 მეტრია, მაშინ როცა ხეოფსის პირამიდა 157 მეტრის სიმაღლისაა. დღესდღეობით 136 მეტრია. ზოგიერთი ცნობით ყველაზე ძველი ჩინური პირამიდის ასაკი 8000 წელზე ნაკლები არ არის. პირველად თეთრი პირამიდა წერილობით წყაროებში მოხსენიებულია 5000 წლის წინ. $2000 წელს ჩინეთის ხელისუფლებას ბრჭყალებში შემთხვევით წამოსცდა, რომ სიანის ჩრდილოეთით დაახლოებით 400 პირამიდა მდებარეობს, თუმცა მათ შორის არ უხსენებიათ თეთრი.
ამ პირამიდებიდან ბევრი ყორღანია, სადაც ძველი ჩინური სამეფო ოჯახის წევრი განისვენებს. მათი ამოცნობაც კი ძალიან რთულია, რადგან სამარხები ბუჩქებითა და ხეებით არის დაფარული. მხოლოდ ერთეული სამარხების ნახვაა დაშვებული ნახველებისთვის. ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, ისინი ზღუდავენ ტურისტების დაშვებას ნაგებობების დაზიანების საფრთხის გამო და მხოლოდ ამ მიზეზით არის დღესდღეობით იგი დახურული ტურისტების, არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის. კონსპიროლოგები კი თვლიან, რომ ჩინური პირამიდების გადამეტებული გასაიდუმლოება მხოლოდ ერთი რამით შეიძლება აიხსნას. იქ რაღაც უჩვეულოს ფარავენ. შესაძლოა ადამიანების უძველეს კონტაქტებს უცხოპლანეტელებთან, ან უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიებსა და უცხოპლანეტელთა ნეშთებს. ბოლო 10 წლეულების მანძილზე მეცნიერებმა მაინც მოახერხეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. 1994 წლის მარტში ავსტრიელმა ჰარდვიგ ჰაუსდორფმა შეძლო ნებართვის მიღება უცხოელებისთვის დახურულ რაიონში გასამგზავრებლად და კოლეგა პიტერ კრასას თანხლებით მან მოინახულა ჰენანის პროვინციის პირამიდები. 1997 წელსაც კვლავ დაბრუნდა ჩინეთში. საინტერესოა, რომ ყოველი პირამიდა კარგად არის მოვლილი, მის ფერდებზე წიწვოვანი ბუჩქნარებია გაშენებული. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, ეს შენიღბვის მიზნით გაკეთდა. წამყვანმა არქეოლოგმა პროფესორმა ცია ნაიმ განმარტა, რომ არტეფაქტები კაცრად არის გასაიდუმლოებული. მათი შესწავლა კი მომავალი თაობებისთვის იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთ მათგანზე 100 წლის შემდეგ მათთვის შესაძლებელი გახდა 17 პირამიდა ეხილათ. ერთ-ერთი სვეროზე აშკარად ხელოვნური წარმოშობის კრატერი ჩანდა. მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეცნიერებმა შენსეს პროვინციის მრგვალ პირამიდაში შესვლა, რომელშიც მიწისქვეშა ლაბირინთი ნახეს. დერეფნის ქვის კედლები ისეთი გლუვი იყო, თითქოს სარემონტო სამუშაოები წინადღის დასრულებული იყო. დერეფნის ბოლოს დიდი დარბაზი იყო, რომლის კედლები და ჭერი უცნაური ნახატებით იყო დაფარული. მათზე გამოსახულია მზის სისტემა და უცნაური ისტორიამდელი ადამიანების ნადირობა, რომლებიც სკაფანდრების მსგავს სამოსში იყვნენ გამოწყობილი. ამ ამბის პრესაში გახმაურების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ ყველაფერი უარყო და შედეგად პირამიდების მონახულება საერთოდ აკრძალა. ამ დროიდან მოყოლებული გამოყოფილია ადამიანების სპეციალური შტატი, რომლებიც თვალყურს ადევნებენ და პასუხს აგებენ პირამიდების გამწვანებაზე, რათა უცხო თვალისგან დაიცვან არტეფაქტები. 90-იანი წლების დასაწყისში გერმანელმა მკვლევარ გამომძებელმა ჰარდვიგ ჰაუსდორფმა, რომელიც მასიურ პირამიდას ეძებდა, ვერაფერი იპოვა. ამის ნაცვლად მან აღმოაჩინა, რომ ჩინელი სამხედროები ზედმიწევნით პატრონირებდნენ რაიონს, განსაკუთრებული კონტინგენტით. ამან ძებნის სურვილი კიდევ უფრო გაამძაფრა, თუმცა რა თქმა უნდა უშედეგოდ. დღეს Google Earth-ის საშუალებით ნებისმიერს, ვისაც აქვს სწორი კოორდინატები, შეუძლია ნახოს არამხოლოდ ერთი, არამედ დაახლოებით 40 პირამიდის მტკიცებულება, მაგრამ ყველა არ არის ადვილად გასარჩევი ადამიანის თვალისთვის. ისინი დაფარულია ხეებითა და ბალახებით და ბევრი მათგანი 8000 წლით თარიღდება. ეს რეგიონი არსებითად არის ეგვიპტის გიზასა და მეფეთა ველის ჩინური ვერსია 1:1-ში. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში რომაელი იეზუიტი წერდა პირამიდების შესახებ, ხოლო 1785 წელს ფრანგმა აღმოსავლეთ მცოდნემ და სინოლოგმა ჯოზეფ დე გინიესმა დაწერა, ამ პირამიდებიდან გამომდინარე ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ჩინეთი ეგვიპტის კოლონია იყო. დასავლელ არქეოლოგებს დღემდე იშვიათად აძლევენ ნებართვას, გამოიკვლიონ ეს ადგილები და ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს და ეს ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, რომ ბუჩქები და ხავსიანი ზედაპირი განზრახ დარგეს საიდუმლოს შესანახად. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თითქმის უეჭველად არის დაკარგული იმპერატორები და სხვა არტეფაქტები ბორცვების ქვემოთ. 1974 წელს მსოფლიო შემთხვევით ჩასწვდა ჩინეთის მართლაც არაჩვეულებრივ ისტორიას, როდესაც ორმა ფერმერმა ნიადაგის გათხრისას სიანის დასახლების მიმდებარედ აღმოაჩინა ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ ში ჰუანგის ცნობილი ტერაკოტის არმია. არსებობდა ლეგენდები იმის შესახებ, რომ ის დაკრძალეს ნამდვილ მინი მიწისქვეშა ქალაქში, სასახლეებით, ეტლებით
საგანძურითა და ყველაფრით, რაც მას დასჭირდებოდა შემდგომ ცხოვრებაში. უბანი იმდენად მასიურია, რომ მკვლევარები საუკუნეები მოუნდებიან გათხრების წარმოებას და ახალი აღმოჩენების გაკეთებას. რას ამბობს ოფიციალური ჩინეთი? თითქმის არაფერს. აიგნორებენ მსოფლიო ინტერესს, თითქოს ვინმეს მონაჩმახია. თუმცა სი ძინპინის მთავრობა ამბობს, რომ ისეთი ტექნოლოგია ჯერ არ არსებობს, რომელიც პირამიდების შიგთავსის დაზიანების გარეშე მოგცემს ამ ნაგებობების სიღრმეში შესვლის საშუალებას. არაერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ნამდვილად ჭკვიანურია, რასაც ისინი აკეთებენ და ამბობენ. მაგალითად, ეგვიპტეში 1930-იან წლებში ჩატარებული უხეში გათხრების შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტი და ინფორმაცია დაიკარგა. ამიტომ ჩინელების ეს განცხადება ლოგიკას მოკლებული არ არის, თუმცა საიდუმლოს მალვა უფრო მეტ ეჭვს აჩენს. ჩინური ძლიერი ტრადიციების თაყვანისცემის კულტურა შეიძლება იმასაც ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ სურთ თავიანთი წარსული დიდებულება მშვიდად და ხელუხლებლად დატოვონ. რაც შეეხება ჩინურ დიდ თეთრ პირამიდას, ამაზე საუბარი კოდის ძველ ეპიზოდში გვქონდა. ყველა პირამიდის თავზე დიდი კრისტალი იყო დამაგრებული, რომელიც მზისა და ვარსკვლავების ენერგიის აკუმულირებას ახდენდა და დედამიწის მაგნიტურ ველთან ერთად სხივურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიდა. ასე წარმოიქმნებოდა პირამიდის შიგნით ელექტრომაგნიტური ტალღები. მკვლევართა ერთი ჯგუფი დამტკიცებულად მიიჩნევს, რომ პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ მიეღოთ და გამოეყენებინათ ელექტროენერგია. გერმანელმა მეცნიერმა რეინჰარდ ჰაბეკმა ძველ ეგვიპტური ტაძრების ბარელიეფებზე აღმოაჩინა საკმაოდ რთული ელექტრონული გამანათებლების ნახატები. როგორც ინჟინერ ელექტრიკოსი ვალტერ ჰარნი აღნიშნავს თავის წიგნში ნათელი ფარაონებისთვის, ელექტროტექნიკის ცოდნის გარეშე ამ სურათების შექმნა შეუძლებელი იქნებოდა. პირდაპირ მტკიცებულებით ერთადერთი პირამიდა, რომელიც სრული სახით არის შემორჩენილი, ჩინეთში მდებარე თეთრი პირამიდაა. პირამიდები კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი არქიტექტურული საიდუმლოა. ეგვიპტის დიდი პირამიდებიდან მაიას საფეხურებიან ტაძრებამდე, ჩინეთში დამანული სამარხებიდან სუდანის მივიწყებულ სტრუქტურებამდე, უძველესი ცივილიზაციები მთელ მსოფლიოში ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრი დაშორებული და აშკარა კავშირის გარეშე აგებდნენ ამ საოცრად მსგავს სტრუქტურებს. მაგრამ რატომ აშენებდნენ ძველი კულტურები პირამიდებს? იყო თუ არა ეს ქვების დაწყობის უმარტივესი გზა, ან ინჟინერიის დამთხვევა, ან კიდევ უფრო ღრმა საიდუმლო. გავარკვიოთ. მრავალი უძველესი კულტურისთვის პირამიდები არ იყო მხოლოდ შენობები, ისინი იყო ძალაუფლების, მარადისობისა და ღვთაებრივის სიმბოლო. ცისკენ მიმავალი მათი წვეტიანი მწვერვალები შესაძლოა წარმოადგენდეს კავშირს მიწიერ და სულიერ სამყაროებს შორის. მრავალი პირამიდა გამოიყენებოდა სამარხად, რომელიც მმართველებს ეხმარებოდა იმიერში გადასვლასა და უკან დაბრუნებაში. ანუ, ერთგვარი პორტალის როლიც უნდა ჰქონოდა მათ წარმოდგენებში. ზოგან კი მაგალითად მექსიკის ტერიტორიაზე ეს ნაგებობები რელიგიური ცენტრები იყო, სადაც ცხოველებისა და ადამიანების მსხვერპლ შეწირვა და ცერემონიები ტარდებოდა. ცენტრალურ ამერიკაში მაია და აცტეკები აშენებდნენ საკუთარ პირამიდებს, სტრუქტურებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად განსხვავდებოდნენ ეგვიპტური პირამიდებისგან, ჰქონდათ საოცრად მსგავსი მიზნები. გლუვი, სამკუთხა გვერდების ნაცვლად მესოამერიკულ პირამიდებს ჰქონდათ საფეხურებიანი ტერასები, ზემოთ ადგმული ტაძრებით. ეს არ იყო სამარხები, არამედ საზეიმო ადგილები, სადაც ღმერთების პატივსაცემად ტარდებოდა რიტუალები, მათ შორის ადამიანთა მსხვერპლშეწირვა. ჩვენთვის უკვე ცნობილი ჩიჩენ იცას პირამიდების გარდა 2022 წლის აღმოჩენასაც უნდა ვისაუბრო. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა გვატემალის ჩრდილოეთ ნაწილში მაიას ცივილიზაციის დასახლებები აღმოაჩინა, რომლებიც 2000 წლის წინანდელია. მათ სპეციალისტებმა ლიდარის ტექნოლოგიის მეშვეობით მიაკვლიეს. ეს რადარის მსგავსი სისტემა გახლავთ, რომელიც რადიოტალღების ნაცვლად ლაზერის სინათლეს იყენებს და ტყეებში დამანული ნანგრევების გამოვლენის საშუალებას იძლევა. კვლევრები მაიას ცივილიზაციის უზარმაზარ ნაკვალებს სწორედ მაშინ გადააწყდნენ, როცა მსგავსი მეთოდით გვატემალის ამა თუ იმ რეგიონის რუკის შედგენას ცდილობდნენ.
ავტორთა განცხადებით, ნანგრევები 1000-ზე მეტ დასახლებას აერთიანებს და დაახლოებით 1680 კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა გაბანდული. მათი უმეტესობა ერთმანეთთან გაკვალული გზებითაა დაკავშირებული. ვიგებთ იმასაც, რომ უკანასკნელი მიგნება ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ადრეული მესოამერიკული ქალაქები ჭიდროდ არ იყო დასახლებული. დაახლოებით 117 კილომეტრ მანძილზე ადგილობრივებმა მიწის რელიეფში გზები გაკვალეს, რათა ერთმანეთის მეზობლად არსებულ დასახლებებს შორის მიმოსვლა გამარტივებულიყო. ავტორთა განცხადებით, ასეთი სისტემის შექმნას ჯგუფური შრომა დაშირდებოდა. ასევე გამოვლენილია დიდი ზომის პირამიდები და შემაღლებები, რაც ნიშნავს, რომ ეს ადგილები პოლიტიკური სამუშაოსთან დაკავშირებული, გასართობი და რელიგიური, კიდევ სხვა მსგავსი დანიშნულების მქონე ცენტრები იყო. დამატებით მიკვლეულია სპეციალური მოედნები, სადაც სავარაუდოდ რეგიონული თამაშები იმართებოდა. დასახლებებში წყლის რეზერვუარები და არხებიც ჰქონდათ, რათა მშრალ სეზონებში მისი მარაგი შეენარჩუნებინათ. მაიას ცივილიზაციის წარმომადგენლები სოფლებში სამეურნეო საქმიანობას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით 1500 წლიდან ეწეოდნენ. ახალი წელთაღრიცხვით 250-დან 900 წლამდე კი მაიას კულტურის კლასიკური პერიოდი აღინიშნება. განვითარების პიკში მათ 40-ზე მეტი ქალაქი ჰქონდათ, ხოლო თითოეულის პოპულაცია 5000-დან 50000 ადამიანს შეადგენდა. იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე უმსხვილესი ქალაქი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ყვაოდა მას შემდეგ, რაც გვატემალის დაბლობზე არსებული დიდი ქალაქები პოსტკლასიკურ პერიოდში დაცარიელდა. მაიას ცივილიზაცია ცენტრალური ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დომინირებდა, სადაც ისინი დღესაც ცხოვრობენ. ახლა მეცნიერები აქტიური გათხრების უფლების მოპოვების მოლოდინში არიან. ექსპედიცია საერთაშორისო იქნება. ახლა სუდანის პირამიდებზეც ვიტყვი ორ სიტყვას. ცნობილი გახდა, რომ სუდანს უფრო მეტი პირამიდა აქვს, ვიდრე ეგვიპტეს, მაგრამ ცოტა თუ იცის ამის შესახებ. ისინი აშენდა კუშიტების ცივილიზაციის მიერ, რომელიც აყვავდა ნუბიაში, დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე. ჯამში აშენდა 200-ზე მეტი პირამიდა, მათი მეფეებისა და დედოფლებისთვის. ეს სტრუქტურები, რომელიც იპოვის მეროესა და სხვა ადგილებში, ბევრად უფრო ციცაბო და პატარა იყო, ვიდრე მათი ეგვიპტური კოლეგები, მაგრამ ემსახურებოდნენ იმავე მიზანს. სამეფო სამარხებს, თუ ეს ასე იყო მართლაც. მაგრამ სამწუხაროდ გიზას კარგად შემონახული პირამიდებისგან განსხვავებით, სუდანის პირამიდები განიცდიდნენ ეროზიას, ძარცვას და საერთაშორისო ყურადღების ნაკლებობას. მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, სუდანის ქვიშიან უდაბნოში, ჩამანულია ოდესღაც დიდი ქალაქის მერუეს ნანგრევები. მერუე ქუშის სამეფოს დედაქალაქი იყო. უძველესი ცივილიზაციისა, რომელიც ნილოსის ხეობის ნაყოფიერ მიწებზე სახლობდა. ქალაქისგან დღემდე ბევრს არაფერს მოუღწევია, მაგრამ ამ უნიკალურ ადგილს დღემდე ამშვენებს 200 ნუბიური პირამიდა. მართალია, სახელგანთქმულ გიზის პირამიდებს ზომით ვერ შეედრება, მაგრამ ამ იდუმალ და მდუმარე უდაბნოში ნუბიური პირამიდები მაინც მომაჯადოებელი სანახავია. მერუეს ნუბიური პირამიდები ჩრდილოელი მეზობლებივით წარსულის სურნელითაა გაჟღენთილი. ისტორიკოსების აზრით, ქუშელები მერუეში ძველი წელთაღრიცხვის 591 წელს დასახლდნენ და უკვე ძველი წელთაღრიცხვით 300 წელს მერუე ნუბიის დედაქალაქად იქცა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს ქუშის მეფე-დედოფლებმა ამ ადგილას აკლდამების შენება. მომდენო საუკუნეების განმავლობაში ქალაქი იზრდებოდა და რომსა და ევროპასთან ვაჭრობით მდიდრდებოდა. თუმცა ახალი წელთაღრიცხვის 300 წელს მრეწველობის დასუსტებამ და რომაულ ეგვიპტესთან მუდმივმა ბრძოლებმა სამეფო ნელ-ნელა დაანგრია. დღეს ოდესღაც ძლიერი იმპერიისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა. 1821 წელს ფრანგი მინერალოგის ფრედერიკ კაიოს მიერ ხელახლა აღმოჩენილი მერუეს პირამიდების სიმაღლე ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა 30 მეტრზე მაღალი არც ერთი არაა. ეგვიპტური პირამიდებისგან განსხვავებით ნუბიურ პირამიდებს პატარა საძირკვლები აქვთ, მაქსიმუმ 8 მეტრის სიგანის. ამის შედეგად მაღალი და ვიწრო 70 გრადუსიანი დახრილობის მქონე ნუბიური პირამიდები თვალში საცემი აგებულობით გამოირჩევა. ტრადიციულად ყოველი პირამიდის შესასვლელს ეგვიპტური სტილის შესაწირი ტაძრები ამშვენებდა, თუმცა დროის მსვლელობას ეს ტაძრები ვერ გადაურჩა.
ეგვიპტელი მეზობლების მსგავსად ქუშის მეფე დედოფლებიც ძვირფას და საიქიოში გამოსადეგ ნივთებთან ერთად იმარხებოდნენ. ადრეული არქეოლოგიური გათხრებისას აკლდამებში მშვილდები, ისრის კაპარჭები, ავეჯი, მინის ჭურჭელი და ერთგან ძროხის ნეშტიც კი აღმოაჩინეს. სამწუხაროდ ნუბიური პირამიდებიც განძეულზე მონადირეებმა პირწმინდად გაძარცვეს. თუმცა 1834 წელს ჯუზეპე ფერლინის ხელმძღვანელობით მიმდინარე გათხრებისას ძველი სამკაულები იპოვეს. დღეს ეს სამკაულები ბერლინისა და მიუნხენის მუზეუმში ინახება. სუდანის დაუსრულებელი სამოქალაქო ომი არქეოლოგიური გათხრების წარმოებას აძნელებს, მაგრამ პირამიდებისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად ბევრი რამ კეთდება. რამდენიმე პირამიდა სრულად აღადგინეს, ზოგიერთი მიწიდან ამოთხარეს, მათ შორის ლომის ტაძარი, რომლის კედლებზე შესრულებული ნახატებიც კარგადაა შემონახული. ის ფაქტი, რომ პირამიდები ჩნდება ყველა დასახლებულ კონტინენტზე, შემთხვევითი არ არის. როგორ იხსნება ეს? ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა წამოყენეს რამდენიმე თეორია. სტრუქტურული სტაბილურობა. პირამიდა არის უმარტივესი გზა პრიმიტიული ხელსაწყოებით მაღალი სტრუქტურების ასაშენებლად, რაც ამავე დროს მდგრადიან გრევის მიმართაც. სულიერი სიმბოლიზმი. ბევრ კულტურაში პირამიდები განიხილებოდა როგორც კავშირები დედამიწასა და ცას შორის. ადგილები, სადაც მმართველებს ან მღვდლებს შეეძლოთ ღმერთებთან ურთიერთობა. კულტურული დიფუზია. ზოგი თვლის, რომ უძველესი ცივილიზაციები შეიძლება უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. შესაძლოა დაკარგული სავაჭრო გზების ან უცნობ ძალთა გავლენის გამოც. ბუნებრივი შთაგონება. პირამიდის ფორმა ასახავს ბუნებრივ წარმონაქმნებს, როგორიცაა მთები, ბორცვები ან ქვიშის ბუნებრივად დაგროვება. პირამიდები წყალქვეშაცაა. 1985 წელს იაპონიის კუნძულ იონაგუნიდან 300 მეტრის მოშორებით ყვინთავმა კიჰაშირო არატაკემ წყალქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე მეგალითური ნაგებობები აღმოაჩინა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს და ისინი 10000 წლით დაათარიღეს. ზოგიერთი მეცნიერი კი 12000 წელს მიიჩნევდა თარიღად. მაშინვე გაჩნდა უამრავი კითხვა, ვინ, როგორ ან რატომ ააშენა ეს უზარმაზარი პირამიდები, რომლებიდანაც ზოგი სიგრძეში 100 მეტრზე, სიმაღლეში კი 25 მეტრზე მეტი იყო. მაშინვე გაჩნდა იაპონელი ატლანტებისა და ლემურიელების ვერსია. ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს გადაშენებული ცივილიზაციის ნახელავი იყო. მათი აზრით, ოდესღაც ეს ტერიტორია ხალხით იყო დასახლებული და შემდეგ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო წყლით დაიფარა, ხოლო შენობებს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. დასახელდა ვერსიაც, რომ ეს ტერიტორია წარღვნის დროს წყლის დონის აწების გამო დაიფარა. ბევრმა მეცნიერმა სადა პასუხის პოვნა, თუმცა უშედეგოდ. დღემდე მკაფიო პასუხი არ არსებობს. არც იაპონიის მთავრობა და არც იაპონელი მეცნიერები არ მიიჩნევენ, რომ ეს კულტურული ძეგლია. შესაბამისად ის არაა დაცული. ზოგიერთი მეცნიერის პასუხი ამ ფენომენზე არის ის, რომ ეს ნაგებობები ბუნებრივად წყლის დინების გამო ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი. განა შესაძლებელია ქვამ ასეთი იდეალურად სწორი ფორმები ბუნებრივად მიიღოს. ექსპერტები კვლავ კამათობენ იმაზე, არის თუ არა იაპონიის სანაპიროზე მხარე იონაგუნის ძეგლი ადამიანის მიერ შექმნილი, თუ არის ბუნებრივი მოვლენა. იმის მიუხედავად, რომ არსებობს მტკიცებულება ამ უკანასკნელის თეორიის მხარდასაჭერად, ჯერ კიდევ ძალიან ძნელი დასაჯერებელია. როდესაც უყურებთ სამკუთხა ფორმის ქვის ტერასებს, რომლებიც ქმნიან პირამიდას. პირამიდა ზღვის ფსკერიდან 76 მეტრზე მაღლა დგას. მაგალითი ნაკლები კვლევის ქვეშაა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კითხვებს ძველი ცივილიზაციების შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებში. ბინ-ბინის პირამიდის საიდუმლო, შავი მაგნიტური პირამიდა. ათასობით წლის განმავლობაში საგონებელში აგდებდა მეცნიერებს და დღემდე მისი საიდუმლო არაა ამოხსნილი. ეს პირამიდა ამჟამად განთავსებულია ეგვიპტის მუზეუმში. მაშინ, რაშია ამ პირამიდის თავსადეხი? საქმე ისაა, რომ პირამიდა დამზადებულია შავი რკინის ქვისგან, მასალისგან, რომელიც დედამიწაზე არ მოიპოვება და მხოლოდ კოსმოსში, კერძოდ კი მეტეორიტებშია აღმოჩენილი.
პირამიდის შემადგენლობაში შემავალი მასალის არც ერთი კომპონენტი არ არსებობს დედამიწის ზურგზე. და აი, აქ უკვე მეორე თავსატეხი ჩნდება. როგორც უკვე ვთქვი, მასალა, რომლისგანაც პირამიდაა დამზადებული, გახლავთ რკინის ქვა, რომლისთვისაც ფორმის მიცემა ან ბურღვა ურთულესია და შეიძლება ითქვას პრაქტიკულად შეუძლებელიც. მაშ, როგორ მოჭრეს რამდენიმე ათასი წლის წინ ასეთი სიზუსტით მისი კუთხეები და წახნაგები. თუკი შეუძლებელია მისი დამუშავება, მასზე წარწერების ამოტვიფრაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, ხომ ასეა? არადა პირამიდის ზედაპირზე დატანილია უნატიფესი გრავიურები და მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეუძლებელი იქნებოდა წარწერების ასეთი სიზუსტით ამოკვეთა ნებისმიერი უძველესი თუ თანამედროვე საჭრელი იარაღით. გარდა ერთი იარაღისა, თუკი ეს იარაღი ლაზერული ჭრის ხელსაწყო იქნებოდა. მეტეორიტული წარმოშობის შავი რკინის ქვის კიდევ ერთი მისტერია ისაა, რომ მისი კომპონენტების შემადგენლობის წყალობით იგი გარშემო ასხივებს პოზიტიურ ელექტრომაგნიტურ ენერგიას, რაც ყველას, ვინც მის სიახლოვეს იმყოფება, კომფორტულ ფსიქოემოციურ მდგომარეობას განაცდებინებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს პირამიდა ამჟამად ეგვიპტის მუზეუმშია განთავსებული. ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი თეორია არის ის, რომ არსებობდა უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც მთელს მსოფლიოში დამოუკიდებლად დააგო ეს მეგასტრუქტურები, იმ კონკრეტული კულტურების დამახასიათებელი ინტერესების გათვალისწინებით. დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება ვერსია, რომლის მიხედვით ამ გიგანტურ ნაგებობებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა და რომ საერთოდ ჩვენი ცივილიზაციის მიერ არც არის შექმნილი. პირამიდები დედამიწაზე უფრო ადრეული ცივილიზაციების წარმომადგენლება შექმნეს და შეიძლება რომ ისინი საერთოდაც არა დედამიწები, არამედ უცხო პლანეტელები ყოფილიყვნენ. ამგვარ ჰიპოთეზაზე არაერთხელ მისაუბრია მეც ამ პროექტის ფარგლებში. დღეს მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ პირამიდები ენერგომიმღების ფუნქციას ასრულებდა. ამასთან ენერგორესურსებს მხოლოდ ერთი წყაროდან კი არა, სხვადასხვა სისტემებიდან იღებდნენ. დამტკიცებულია, რომ ყველა პირამიდა რომელიმე თანავარსკვლავედზეა ორიენტირებული და იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსური ობიექტები გამუდმებით ადგილს იცვლიან, რაღაც მომენტში ენერგონაკადი შეიძლება შესუსტებულიყო, ან საერთოდაც გამქრალიყო. ხოლო პლანეტა ელექტროენერგიის გარეშე რომ არ დარჩენილიყო, იმ პირამიდებში, რომელშიც ენერგონაკადი სუსტდებოდა, ენერგიის გადაკაჩვა სხვა პირამიდებიდან ხორციელდებოდა. შესაძლებელია სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ პირამიდების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლუსებიდან თანაბარი მანძილით არის დაშორებული და თითქმის ერთ ხაზზეა განლაგებული. შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს ის უახლესი აღმოჩენაც, რაც გიზას პირამიდების კომპლექსის ქვეშ 2025 წელს გაკეთდა და რომლის მიმართაც აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა მასშტაბური კვლევა ჯერ ისევ არ დაგეგმილა. ამ ჰიპოთეზის განვითარების შესაბამისად პირამიდებში კოსმოსიდან წამოსული ენერგიის ნაკადის გენერირება ხდებოდა, ხოლო დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებით და ისეთივე ქსელის შექმნით, როგორიც თანამედროვე ფიჭურ კავშირს გააჩნია. ელექტროენერგია დედამიწის მთელს ზედაპირზე ნაწილდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქაში დენი უკაბელო იყო, ისე როგორც დღეს ინტერნეტია. ენერგიის სხვადასხვა სახის ტექნიკისთვის მიწოდების იდეას ისიც ამტკიცებს, რომ საფრენი ობიექტების ვერსიის არსებობა ნამდვილად არ არის საფუძვლეს მოკლებული, რადგან ძველ ინდურ ტრაქტატებში, მაჰაბჰარატასა და რამაიანაში, სადაც მოქმედება მილიონზე მეტი წლის წინ ვითარდება, ფრინავი მანქანები არაერთხელ არის ნახსენები. გარდა ამისა, ფრინავი ობიექტების გამოსახულებები დღემდე შემორჩენილია აბიდოსის ტაძრის კედელზე და პერუს პირამიდებზე, ხოლო სამხრეთ ამერიკაში ასევე ნაპოვნია თვითმფრინავის ფორმის ოქროს ფიგურები. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობისათვის ეგვიპტის პირამიდები ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და შთამბეჭდავ ნაგებობებად რჩება. ამას დაემატა ბოლო 10 წლეულებში მსოფლიო მასშტაბით აღმოჩენილი ყორღანები, რომელთა უმრავლესობა სინამდვილეში პირამიდაა. მათმა მასშტაბებმა და იდეალურმა დაგეგმარებამ საზოგადოების ნაწილში კონსპირაციული იდეების გაჩენასაც შეუწყო ხელი, რომლებიც დღემდე აგრძელებს არსებობას და პერიოდულად ჰიპოთეზების ახალ ტალღად გვევლინება ხოლმე. ფაქტი ისაა, რომ ძველი ცივილიზაციები კარგად იცნობდნენ ვარსკვლავიერ ცას, სირიუსს, პოლარულ ვარსკვლავს, დიდი დათვის თანავარსკვლავედს. სავარაუდოდ, მათ, განსაკუთრებით ეგვიპტელებმა, ეს ცოდნა პირამიდების აგებისას კარგად გამოიყენეს, რადგან მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილი ფარაონის სული ზეცაში ვარსკვლავებთან ავიდოდა. პროექტი კოდი კვლავ მოიძიებს სიახლეებს და ახლო მომავალში ისევ შემოგთავაზებთ მსჯელობას. მანამ კი გამოიწერე კოდის YouTube არხი თუ ახლა აღმოგვაჩინე, თან
დიდი ხანია გვიცნობ და რაღაც მიზეზთა გამო არ გამოგვიწერია. ეს ამ პროექტის არსებობისათვის თქვენგან უდიდესი მხარდაჭერაა. ხოლო თუ ვიდეოც მოგეწონა, გამოხადე რეაქცია ლაიქის სახით. შენი აზრი კი მითხარი კომენტარის ველში. იდეების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის კი მოგწერე მეილზე, რომელიც სულ რამდენიმე წამში ამონათდება. მადლობა მხარდაჭერისთვის.